მოგესალმები მაყურებელს. ეთერშია გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის რუბრიკა ბიზნესსა და ევროკავშირზე საუბრები, რომელიც დაფინანსებულია USAID-სა და შვედეთის მიერ. როგორც აღინიშნა, მე ვარ სალომე ზურაბიშვილი და ტრადიციულად წარმოწყვები გადაცემას. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ კორპორაციული მდგრადობის განვითარების ტენდენციაზე 2024 წელს მიმდინარე მოვლენების გავლენაზე საქართველოს ბიზნეს სექტორზე და მდგრადობის სტანდარტების განვითარების პერსპექტივაზე საქართველოში. 2024 წელს არჩევნები მსოფლიოს 70-მდე ქვეყანაში ჩატარდა. აღნიშნულმა კი ბიზნესის უფრო მეტი ყურადღება მიიპყრო მშვიდობის, დემოკრატიისა და მართლმსაჯულების საკითხებზე. არაერთხელ გვისაუბრია ბიზნესის როლზე მდგრადი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში. გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მე-16 მიზანი კი მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები სწორედ ქვეყანაში ანგარიშვალდებული გამჭვირვალე და მმართველობის ჩამოყალიბებას ეძღვნება. კანონის უზენაესობა, სამართლიანი სასამართლოს უფლება და მართლმსაჯულებაზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა, ეფექტიანი და გამჭვირვალე ინსტიტუციები, ეს ყველაფერი ძლიერი და მდგრადი საბაზრო ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა. ბიზნესს იშვიათად აქვს ადგილი გადაწყვეტილების მიღების მაგიდასთან, თუმცა ყველაზე ხშირად ხდება კრიზისის წინა ხაზზე. მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების პროგრესის ანგარიშის მიხედვით, მე-16 მიზნის განხორციელების მიმართულებით საქართველოს სტაგნაციას განიცდის. ისეთ ინდიკატორებზე კი, რომელიც მართლმსაჯულებაზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფას შეეხება, ქვეყანას უკუსლო აქვს. საქართველოში მიმდინარე მოვლენების გავლენაზე ბიზნეს სექტორზე და 2025 წელს კორპორაციული მდგრადობის პრიორიტეტებზე ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. ჩვენთან ერთად არიან სოფო ჩაჩანიძე, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობის თავმჯდომარე და კვლევის და საკონსულტაციო კომპანია ACT-ის მმართველი პარტნიორი და ნინო ენუქიძე, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობის წევრი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი. სოფო, ნინო, მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ დღეს. პირველ რიგში მინდა რომ მოგელოცოთ გამგეობის წევრობა, თავმჯდომარეობა. ძალიან მნიშვნელოვანი არის თქვენი აქტიური ჩართულობა საქართველოში ბიზნეს სექტორის მდგრადობის პოპულარიზაციის მიმართულებით. პირველი კითხვა, რა თქმა უნდა, მიმდინარე მოვლენებს ეხება და სოფო, თქვენთან გადმოვალ ამ კითხვით, რა გავლენა აქვს მიმდინარე მოვლენებს ბიზნეს სექტორზე? ჩვენ ვისაუბრეთ შესავალში, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის ჩართულობა ძლიერი და დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში და მიმდინარე მოვლენების გავლენაც გვაინტერესებს და ასევე ბიზნეს სექტორს რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მიმდინარე მოვლენებზე? მადლობა სალომე კითხვისთვის. პირველ რიგში მეც მინდა გამოვეხმაურო ახალი გამგეობის არჩევის საკითხს. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მე წინა გამგეობაშიც მუშაობდი და ყველა გამგეობის წევრს და განსაკუთრებით ეკატერინე ლალიაშვილს, გამგეობის თავმჯდომარეს, დიდი მადლობა და იმედი მაქვს, რომ ღირსეულად გავაგრძელებთ შემდეგი 2 წელი მუშაობას ახალ გამგეობის წევრებთან ერთად. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, გამოწვევებით სამყაროში რომ ცხოვრობ, თქვენს გააკეთეთ გლობალურ გამოწვევებზე აქცენტი, მაგრამ რაც შეეხება უშუალოდ საქართველოში არსებულ მდგომარეობას, მე მაინც უფრო სისტემურ საკითხებზე გავამახვილებდი ყურადღებას, სისტემურ გამოწვევებზე და ორი მნიშვნელოვანი საკითხია აქ ჩემი აზრით. პირველი არის ეს კოოპერაციის საკითხი და მეორე უწყვეტობა და ვეცდები რომ უფრო დეტალურად ჩავშალო. ამ მიმართულებით წარმატება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული სხვადასხვა სექტორის თანამშრომლობაზე. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ბიზნესი, საჯარო სექტორი, ადგილობრივი სამოქალაქო სექტორი და საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც იყო ძირითადი კონტრიბუტორი ამ მიმართულებით საქართველოში მოვლენების განვითარების. ეხლა ჩვენ ვხედავთ, რომ 4-ვე მიმართულებით გვაქვს შეფერხება ან გამოწვევები. საერთაშორისო ორგანიზაციების აქტივობები შეჩერებული, დაპაუზებული ან მოლოდინის რეჟიმშია. ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა სამოქალაქო სექტორი საქართველოში. ასევე საჯარო სექტორიც თავის მხრივ, მე აქ არ ვლაპარაკობ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე, ანუ საჯარო სექტორი ადამიანები, რომლებიც რეალურად საქმეს აკეთებენ. აქაც შეჩერებულია პროცესები და ჩვენ ვაკვირდებთ, რომ პროექტები, რომელიც მიმდინარეობდა, ან გაჩერებულია, ან ნელი ტემპით მიმდინარეობს, ან გადადებულია და რაც შეეხება ბიზნესისთვის ეს მართლა ძალიან დიდი გამოწვევაა არსებული კრიზისის ფონზე. მათ არ ქონდათ განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს, ესე ვთქვათ, საერთაშორისო ორგანიზაციების რესურსების გარეშე არ ქონდათ საკმარის мотиваცია და რესურსი, რომ ჩართულიყვნენ ამ პროცესებში. ამ სიტუაციაში ისინი კიდევ უფრო
თავშეკავებულად მოიქცევიან და მეორე საკითხი რაც არის ეს კოორდინაციასთან ერთად ვფიქრობ არის ეს უწყვეტობა, ანუ ძალისხმევის უწყვეტობა. ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა მიმართულებით ეს ძალისხმევა არის შეჩერებული. და იმისთვის, რომ ეს მიზნები მდგრადი იყოს და გრძელვადიან პერსპექტივაში შედეგები მოგვცეს, მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ძალისხმევა თითოეული სექტორის მიერ გაწეული ყოფილიყო უწყვეტი. ეხლა ამ სიტუაციაში, როცა ყველაფერი დაპაუზებულია და ერთ დღეს ყველაფერი აღდგება, იმედი გვაქვს, ჩვენ იმავე სასტარტო წერტილში აღარ ვიქნებით, გაცილებით უკან ვიქნებით, ვიდრე მაშინ, როცა ეს პროცესები შეჩერდა. ამიტომ რაღაც უკან გადადგმული ნაბიჯიც არის უკვე. არაერთხელ გვისაუბრია, რომ გრადი განვითარების მიზნების შესრულებისთვის, სიღარიბის დაძლევისთვის, გენდერული თანასწორობის და სხვა მიზნების მისაღწევად აუცილებელია, როგორც აღნიშნეთ, სხვადასხვა სექტორის თანამშრომლობა. ახლა ეს ჯერჯერობით წარმოუდგენელი არის და ამასთან ერთად ვხედავთ, რომ მიზნების შესრულება მსოფლიოშიც ძალიან ნელო მიმდინარეობს, 17% შესრულდა ჯერ მხოლოდ დასახული მიზნების, საქართველოში, როგორც აღნიშნეთ, ძალიან ბევრ მიმართულებაზე, ან იგივე მდგომარეობა გვაქვს 2009 ან რეგრესია ნამდვილად მას არის სამწუხაროდ. ნინო, თქვენთან გადმოვალ იგივე კითხვით მდგრადობის განვითარებაზე ზოგადად რა გავლენა ექნება კორპორაციული მდგრადობის განვითარებაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს? პირველი რისი თქმაც მინდა არის, რომ ალბათ ცოტა დრო უნდა გავიდეს იმისთვის, რომ ზუსტად შევაფასოთ, გქონდეს მონაცემები და ვიცოდეთ, როგორ გავაანალიზოთ პირველ რიგში ბიზნესზე გავლენა იმ მოვლენებისა, რომელიც დღეს ხდება, მაგრამ შემიძლია ზუსტად გითხრათ, სხვადასხვა კვლევაზე დაფუძნებული მონაცემები გაგიზიაროთ, რომელიც მთელ მსოფლიოში არაერთ გზის გაკეთებულა, მაშინ, როდესაც სხვადასხვა გამოწვევების წინაშე მდგარა ბიზნესი თუ საზოგადოება. ეს მონაცემები არის შემდეგი. არა თუ მდგრადობისკენ მიმავალ გზაზე ფერხდება ბიზნესი, არამედ განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესზე მინდა საუბარი, იმიტომ რომ ეს ყოველთვის უფრო მგრძნობიარე არის პატარა ცვლილებების მიმართაც. ერთი ტენდენცია, რომელიც ყოველთვის იკვეთება, არის მომხმარებლის ქცევის ცვლილება. და ეს არის ძალიან საყურადღებო რაღაც, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს ეკონომიკაზე ახდენს ძალიან დიდ გავლენას. მომხმარებელი, როგორც წესი, ცვლის თავის მყიდველობით ჩვევებს, ის ყიდულობს მხოლოდ სწრაფი მოხმარების პროდუქტებს, მარტივად რო ახსნა სუპერმარკეტის და საფთიაქო პროდუქტებს და სხვა მეც არაფერს. და შესაბამისად სექტორები, რომლებიც სხვა სფეროში მუშაობენ, მაგალითად ჰორეკა ან რამე სხვა ნებისმიერი ბიზნესი, ზარალდება იმისგან, რომ ამ მიმართულებით ეკონომიკური აქტივობები აღარ არსებობს. ამიტომ დღეს ჩვენ ვესაუბროთ ბიზნესის მდგრადი განვითარების პრინციპებზე, მაშინ, როდესაც მას საარსებო საშუალება შეიძლება არ ქონდეს, იმიტომ რომ მომხმარების ქცევა შეიცვალა, არ ვიცი რამდენად დროული არის. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ არაერთი კომპანია, რომელმაც თავის დროზე გაიაზრა, ხელი მოაწერა იმ შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს მდგრადი განვითარების მიზნებისკენ სვლას, ამას გააგრძელებს და ყველა გამოწვევას გადალახავს ისე, როგორც მას ეს წარმოუდგენია. აი, ამ მიმართულებით რა შეიძლება რომ გააკეთოს ბიზნეს სექტორმა? როგორ შეიძლება რომ პირიქით, უფრო აქტიურად ჩაერთოს. ხედავთ, რომ ბიზნეს სექტორის ჩართულობის გარეშე, საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობის გარეშე ძალიან რთული არის იმ კრიზისის გადალახვა, რა კრიზისშიც დღესდღეობით ჩვენი ქვეყანა იმყოფება. როგორ წარმოგიდგენიათ, რა შეუძლიათ დამატებით გააკეთოს ბიზნესმა დღეს, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს ასევე გრძელვადიანად ჩართული სწორედ მე-16 მიზნის განხორციელებაში, რაზეც საუბრობ, სამართლიანი ინსტიტუტების, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში საქართველოში. პირველი საუბრე აუცილებლად მინდა შევეხო მდგრადი განვითარების მიზნებს და 2030 გეგმას, რომელსაც არა თუ საქართველო, არამედ მსოფლიო ძალიან ჩამორჩება. 2030 წელი იქნება უკვე 5 წელიწადში, ხო? და იმის თქმა, რომ მდგრადი განვითარების მიზნებისკენ მსოფლიო მივიდა, იქნება ეს ქალთა გაძლიერება, სიღარიბის დაძლევა, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული პრობლემები თუ რამე სხვა, ჩემი აზრით და ნეტავ ვწდებოდა, დღეს არის ილუზია. ამიტომ ის რგოლი, სადაც ბიზნესი რაღაც როლს ასრულებს მდგრადი განვითარების მიზნებისკენ, გაანალიზებული უნდა იყოს არა მხოლოდ ბიზნესის მიერ, არამედ მრავალი stakeholder-ის მხრიდან, მრავალი პარტნიორის მხრიდან. დაგეთანხმებით იყო უკვე ამაზე საუბარი, რომ არა მხოლოდ სახელმწიფო და ბიზნესის შორის ურთიერთობა არის გასაძლიერებელი,
არამედ საერთაშორისო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება, აკადემიური წრეები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. აი ეს ხიდი თუ არ აღდგა ამ ინსტიტუციებს შორის, მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, როგორ შეიძლება ან რამე კონკრეტული გამოწვევის წინააღმდეგ წავიდეს საპასუხოდ რამე ნაბიჯები გადადგას ბიზნესმა, ან ცოტა გრძელვადიანად რო შევხედოთ, დანერგოს და განავითაროს მდგრადი განვითარების პრინციპები, რომელზეც ჯერ კიდევ ცნობიერება არის მსოფლიოში ძალიან დაბალი. ჩვენ რო ვკითხოთ მცირე და საშუალო ბიზნესის, აი პირობითად ექსპერიმენტი ჩავატაროთ და დაუსვათ შეკითხვა 10 კომპანიას, აქედან შეიძლება 7-მა 8-მ თქვას, რომ ეს არის რაღაცა მხოლოდ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის რაღაცა პროექტები, რომელიც შეიძლება გააკეთოს თუ თავისუფალი თანხა დარჩა. რეალურად მდგრადი განვითარების პრინციპი და კორპორაციული მდგრადობა ორგანიზაციისთვის პირველ რიგში უნდა იყოს გაანალიზებული, რომ ეს არის ფინანსური კეთილდღეობის ყველაზე სწორი გზა. ბიზნეს რეალურად საინტერესებს არის ფინანსური კეთილდღეობა. ამიტომ ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს, მე განათლების სფეროს წარმოვადგენ, მაგრამ ძალიან კარგად ვიაზრებ განათლების როლი რამ ხალ არის იმაში, რომ ავუხსნათ კომპანიებს, როგორ შეიძლება მსგავს გამოწვევებს შეხვდნენ და არ იყვნენ ამ გამოწვევებში მარტო. ეძებონ პარტნიორები. ცნობიერების ამაღლება, განათლება, მათ შორის ბიზნეს სექტორის შესაძლებლობის განვითარება, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი არის და სწორედ გაეროს გლობალური შეთანხმება ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობთ. თუმცა მინდა რომ ისევ მიმდინარე მოვლენებს დავუბრუნდე. დღეს რა თქმა უნდა ამ მიმართულებით უნდა გაგრძელდეს მუშაობა, თუმცა დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის ბიზნესის სექტორის აქტიურობა. აი რა შეიძლება რომ გააკეთოს ბიზნესმა, სოფო თქვენთან გადმოვალ ამ ვითარებაში და ასევე გკითხავდით აი სამომავლო გეგმებზე 2025 წლის თქვათ ტენდენციებზე რაზე უნდა გავამახვილოს ყურადღება? ხო ძალიან ძნელია ხა რეცეპტის სახით რამის თქმა, მაგრამ რაც მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენმა ქსელმა და ორგანიზაციებმა, რომლის მისიაც არის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, უზრუნველყონ, რომ ეს საკითხები არ მოიხსნას დღის წესრიგიდან. იმიტომ რომ ეხა ისეთ მდგომარეობაშია ქვეყანა, რომ არავინ არაფერზე აღარ ფიქრობს, გარდა იმისა, რომ რამენერად დავძლიოთ შექმნილი კრიზისი. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ მგონია, რომ ჩვენი ორგანიზაციის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ კრიზისულ პერიოდში. რაც შეეხება უშუალოდ ბიზნესებს, ნინომაც ახსენა და მცირე და საშუალო ბიზნესში ცნობიერების და ჩართულობის დონე ისედაც ნაკლები იყო, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ, რომ ჩვენ მოვძებნოთ ისეთი ჩემპიონი ბიზნესები, რომელთაც ამ მიმართულებით აქვთ კარგი გამოცდილება, გაუზიაროთ მათი გამოცდილება სხვა ბიზნესებს, მიმზიდველი გავხადოთ ეს მდგრადი განვითარების მიმართულებით ბიზნესების აქტივობა და ესევე დიდი ბიზნესები, რომელიც ახლა მართლა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგანან მიმდინარე პერიოდში, მათთან აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, რომ მათაც უზრუნველყონ, რომ ეს საკითხები არ მოიხსნას დღის წესრიგიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ ვიცი 2015 წლის უკან პერიოდში დავუბრუნდებით თუ უკვე არ დავუბრუნებულ ვართ. და მნიშვნელოვანია, რომ ქსელმა ალბათ აიღოს პასუხისმგებლობა ამ მიმართულებით და უზრუნველყოს ჩართულობა კერძო სექტორის და შეძლების დაგვარად საჯარო სექტორისაც. რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება ამ სიტუაციაში. იმედია და აუცილებლად ამ მიმართულებით გავაგრძელებთ ჩვენ საქმიანობას ბიზნეს სექტორთან. სოფო ნინო, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დღეს ჩვენთან ერთად იყავით. გარკვეულწილად შეჯამება გამოგვივიდა ჩვენი საქმიანობის, მომდევნო გეგმების და დარწმუნებული ვარ, მომდევნო წელს კიდევ უფრო გააქტიურდება ბიზნესი, როგორც მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მიმართულებით, ისე ზოგადად კორპორაციული მდგრადობის საკითხებზე. ჩვენი გადაცემა კი დღეს ამით არის დასრულებული, ჩვენ მომდევნო კვირაში შევხვდებით.